ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. ნუ აიძულებთ ბავშვებს ისუნთქონ თქვენი კვამლი. მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის. ხელოვნური ინტელექტი შენმოქმედებაში. ტექსტი, ვიდეო, ფოტო, აუდიო. ერთი მოდულის ღირებულება მხოლოდ 19 ლარი. ჩვენ შევქმნით AI audience-ერი, ჩვენ შევქმნით AI news-ი, ჩვენ შევქმნით გაიდი ონლაინ მედიის AI IA და ახლა ჩვენ შევქმნით კურსი თქვენთვის. ხელოვნური ინტელექტის შენმოქმედება. ეს ხმაც ჩვენ შევქმნით ხელოვნური ინტელექტით. ეს გამოსახულებაც და ახლა შეგვიძლია გასწავლოთ შენც. ტექსტის, ფოტოს, ვიდეოს, აუდიოს შენმოქმედება. სერტიფიცირებული კურსი ნათია კუპრაშვილთან, ნინა ხელაძესთან და JRC-ის გუნდთან ერთად. როგორი სისტემა შევქმნით? სისტემა, რომელშიც ბავშვებზე სექსუალურად ძალადობენ, მაგრამ ბავშვებს ამის თქმის ეშინიათ. სისტემა, რომელშიც ქალებზე ძალადობენ, კლავენ და ამის შესახებ მუდამ მზარდ სტატისტიკაში ვკითხულობთ. სისტემა, რომელიც სუროგაციის ბიზნეს ქვეყანაში ეპატიჟება, მაგრამ სუროგატ დედებს ტრეფიკინგის მსხვერპლად აქცევს. სისტემა, რომელშიც ადამიანები სამკურნალოდ ევროპაში გარბიან, მაგრამ მალე შესაძლოა ესეც ვერქნან. ეს ევროკავშირთან უვიზო მართლა ღვთიური მანანა ხომ არა, რად გვინდა? მსხვერპლი ბავშვები ამბავი ახალციხეში სავარაუდო პედოფილიის და სახელმწიფო უმოქმედო ქმედებების შესახებ. დაახლოებით ერთი კვირის წინ ადგილობრივ მედია სტოკ-ტივის მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ახალციხის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ ორ არასრულწლოვან გოგოზე ძალადობდა მეზობელი ზრდასრული მამაკაცი. მას შემდეგ, რაც შემთხვევის შესახებ შემთხვევით გაიგო დედამ და ოჯახის სხვა წევრებმა, მამაკაცი დააკავეს, თუმცა რა ბედი ეწიათ ბავშვებს. მათთან ამ დრომდე არ მუშაობს ფსიქოლოგი. მედიის შეკითხვებზე ამ დრომდე არ არსებობს კონკრეტული პასუხები სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსაგან, სახალხო დამცველისაგან, განათლების რესურს ცენტრის ახალციხის წარმომადგენლობისაგან. მიშო დარბაიძე და ინგა ირიციანი დეტალებით. ოთხი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტში ორ არასრულწლოვანზე სავარაუდოდ სექსუალურად ძალადობდნენ. 4 დღის შემდეგაც კი არასრულწლოვანებთან მუშაობა არ დაუწყია ფსიქოლოგს. ამას ერთ-ერთი დაზარალებულის დედა ექსკლუზიურად გვეუბნება. 4 დღეა ვცდილობთ სავარაუდო პედოფილიის საქმეზე სახელმწიფო უწყებებისგან მივიღოთ პასუხები. მათ შორის პროკურატურისაგან, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსგან, სახალხო დამცველთან, განათლების რესურს ცენტრის ახალციხის წარმომადგენლობისაგან, თუმცა ნაწილი არ გვპასუხობს. ნაწილი გვეუბნება, რომ მოიკითხავენ. ნაწილი კი გვეუბნება, რომ პასუხებს მხოლოდ საჯარო ინფორმაციის წესით გამოთხოვის შემთხვევაში მივიღებთ. რა მოხდა? ახალციხის მუნიციპალიტეტში ზრდასრული მამაკაცი ორ არასრულწლოვანზე სავარაუდოდ სექსუალურად ძალადობდა. ფაქტის გამჟღავნების შემდეგ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გამოძიება გაუპატიურების ბრალდებით მიმდინარეობს. ერთ-ერთი არასრულწლოვნის დედა გვიყვება, რომ ბავშვი ძალადობის შესახებ სახლში არაფერს ამბობდა. ფიქრობს, რომ მიზეზი შიშია. ეშინოდა, არ მეუბნებოდა. ეგონა ვეჩხუბებოდი. გვიყვება დედა. და იქვე ამატებს, რომ მისი რეაქცია სხვა იქნებოდა, დროულად რომ სცოდნოდა და ის შვილს აუცილებლად დაიცავდა. დედა ამბობს, რომ ბავშვები შეშინებული არიან, ღამით კანკალით იღვიძებენ, მაგრამ ამ ფონზე მათთან დღემდე არც ერთი ფსიქოლოგი არ მუშაობს. სანამ სახელმწიფო გადაწყვეტს, რომ ბავშვებს ფსიქოლოგი დაუნიშნოს, შემდეგ კი საჯარო ინფორმაცია ჩვენს მოგვაწოდოს, ჩვენ ფსიქოლოგს ვკითხეთ, თუ რა უნდა მოიმოქმედოს მშობელმა და შვილის ქცევის რა ნიშნებს დააკვირდეს მსგავსი ტრავმების თავიდან ასარიდებლად. პირველ ყოვლისა ბავშვმა უნდა აუხსნათ, რომ არავის არ აქვს უფლება შეგვეხოს. პირველ ყოვლისა ისიც უნდა გააცნობიეროთ მშობლებმა, რომ ჩვენ თუ არა გვაქვს ახლო ურთიერთობა შვილთან, მაგალითად ბავშვს თუ არ შეუძლია არას თქმა, ხო? აი ბავშვს როდესაც არ შეუძლია არას თქმა, ძალიან ხშირად ესეთი კატეგორიის ბავშვები არიან და თინეიჯერები არიან პედოფილის მსხვერპლები.
ანუ ნახეთ, თქვენ ითხოვთ ბავშვისგან, რომ ყოველთვის დაგიჯეროთ. თქვენ ითხოვთ ბავშვისგან, რომ ყოველთვის კარგი გოგო იყოს და კარგი ბიჭი იყოს, იმიტომ რომ ბიჭებიც არიან ძალიან ხშირად პედოფილის მსხვერპლები. და მიჩვეულია ეს მისი ფსიქიკა, რომ არას ვერ ამბობს. ხომ? წარმოიდგინეთ, მოდის ვიღაცა უცხო ადამიანი და ითხოვს რაღაცას. წარმოიდგინეთ, ჩემთან რაღაც უნდა გაჩვენო, პატარა ლეკვი მყავს. ანუ არავის არ უთხრა, იმიტომ რომ არ დაგიჯერებენ. ხომ? მე შენი მეგობარია, არაფერს არ დაგიშავებ. და ამ დროს, რასაც კი არ ეუბნება უცხო ადამიანი, იაზრებს მისი გონება, რომ კი ეს ესია. როგორც მე ვებოჩირები თქვათ, გაუცნობიერებლად შემშობლებს, იმიტომ რომ ბავშვი უნდა შეგვეწინააღმდეგოს. ახალციხეში არასრულწლოვანზე ძალადობის ეს ამბავი შემთხვევითობის შედეგად გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი. ძალადობის შესახებ ერთ-ერთმა ბავშვმა თანაკლასელს ფურცელზე მისწერა, რომელიც შემთხვევით მასწავლებელმა წაიკითხა. წყარო გვიყვება, რომ სკოლის დირექტორს მყისიერი რეაგირება ჰქონდა. რა მოიმოქმედა მან ან განათლების რესურს ცენტრმა ჩვენთვის კვლავ უცნობია, რადგან არც ერთი მათგანი უკვე რამდენიმე დღე არ გვპასუხობს. სტატისტიკის თანახმად 2022 წლიდან 2024 წლის იანვარ-თებერვლის ჩათვლით საქართველოში არასრულწლოვნებზე სექსუალურად ძალადობის 285 შემთხვევა დაფიქსირდა. ამას რადიო თავისუფლება საქართველოს პროკურატურიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს. რაზე მეტყველებს სტატისტიკა და რა უნდა მოიმოქმედოს სახელმწიფომ ბავშვების მიმართ სექსუალური ძალადობის პრევენციისთვის. გვესაუბრება არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის იურისტი თამარ კაპანაძე. როდესაც ვსაუბრობთ სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან დაკავშირებით და ზოგადად არასრულწლოვნების მიმართ სექსუალურ ძალადობაზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ამის თავიდან არიდება და ამის პრევენცია შესაძლებელი იყოს. სახელმწიფოს ევალება და შეუძლია კიდეც, რომ სექსუალური ძალადობის და ყველა ფორმის ძალადობა ბავშვების მიმართ აღმოფხვრას, აღკვეთოს და ამის პრევენცია განახორციელოს. როდესაც ვსაუბრობთ მსგავსი ტიპის საკითხებზე, ეს არ არის ის თემა, რომელიც საქართველოს წინაშე დგას მხოლოდ, ხომ? არსებობს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება, ძალიან წარმატებული პრაქტიკა, როდესაც არასრულწლოვნებს აღჭურავენ შესაბამისი ცოდნით, ინფორმაციით. სკოლებში დანერგილი არის საწყისი ეტაპიდან შესაბამისი განათლება, რაც არასრულწლოვნებს აძლევთ ცოდნას, ინფორმაციას და შესაძლებლობას, რომ თავი დაიცვან მსგავსი ტიპის ძალიან მავნე ზეგავლენისგან. ახალციხელ არასრულწლოვნებზე სავარაუდო ძალადობის საქმეზე განხილვები სასამართლოში გრძელდება. საქმეში ბრალდებული მათივე მეზობელია. საქართველო წლებია იქცა სუროგაციის ბიზნესისთვის ხელსაყრელ გარემოდ. სხვადასხვა მიზეზის გამო, თუმცა ახლა ამ გარემოს ანალიზს არ ვეცდები. შექმნილი ხელსაყრელი ფონი ბევრისთვის ხსნა იყო. ბევრმა კი თაღლითობისთვის გამოიყენა. რადიო თავისუფლებამ მიაკვლია ადამიანებს, რომლებიც სუროგაციის ბიზნესის მსხვერპლები აღმოჩნდნენ. უცხო ქვეყნის ქალები ყვებიან, როგორ და რის გამო დათანხმდნენ სუროგატობას და შედეგად როგორ ათევენ ღამეს თავშესაფრებში. რომ არა მედია ამ ამბავსაც ალბათ ვერ გავიგებდით. Очень тяжело остаться в чужой стране, одной с ребенком на руках, без какой-либо помощи. Просто использовали, эксплуатировали меня, мое тело, оставили ни с чем на улице жить на вокзале с маленьким ребенком. Мы хотим от первого лица услышать, что происходит, куда нам бежать, у кого просить помощи. Почему в такое время мы попали вот в такое рабство? Почему нас просто вот эксплуатировали и оставили на улице, и никто не наказан? Мне на данный момент 31 лет. Поначалу я понимала, что это против моей религии, но тем не менее ситуация меня вынудила. У меня есть 2 детей. Маленький ребенок со мной, старший, он у меня с ДЦП, поэтому из-за лечения мне нужно было заработать хоть какие-то деньги. Наткнулась на объявление, что требуются суррогатные мамы. Я узнала, что в Грузии это легально. Я думала, что наши права защищены, и я приеду, со мной ничего не будет. То есть я была уверена, что я
рожу биологическим родителям детей и получу свои деньги, уеду обратно к своим детям. Меня зовут Анна, мне 38 лет, и я приехала из Екатеринбурга. Мне нужны были срочно деньги на дела судебные, потому что я сужусь сейчас с отцом Софии. Он пытается у меня отнять дочь всеми правдами и неправдами. Он подделал решение суда, что я суррогатная мать, он единственный родитель. 31 января я родила 2 девочек. Из роддома выписали меня 3 февраля. Я приехала домой, и 4 февраля мне сразу же после родов отключили лифт, свет и газ. Через неделю, только тогда я узнала, что отключили газ и свет всем родившим девочкам. То есть компания уже после моих родов, прям со следующего дня, они перестали оплачивать мне за квартиру, за электроэнергию, перестали мне давать деньги на еду. Родила двойню 21 февраля 2025 года. Первые какие-то проблемы, вот такие, что невыплата там ежемесячных сумм, неоплата коммунальных услуг, начались еще в январе. Здесь я осталась без денег со своим ребенком. За аренду квартиры тоже не оплачивали. От безысходности я приехала жить на вокзал, временное общежитие, где нахожусь вот с родившими суррогатными матерями, которых так же, как меня, обманули. Сейчас нас там 12 женщин и 5 детей. Возраст детей от года и 8, вот как моя, лет до 7. Мы живем на грани выживания, потому что сейчас у нас нет отопления как неделю. Нам обещали 3-разовое питание, но оно с каждым днем все хуже и хуже. То есть нам вот такой вот чан алюминиевый отварили гречи. Это на обед, на ужин и на завтрак. У нас нет суточных, да, и у нас нет возможности купить там какие-то предметы гигиены, личной необходимости, там памперс ребенку, какое-то там питание детское, нету этого ничего. Переводчик компании Kinderly мне дал данные биородителей моих, чтобы я напрямую вышла на связь. Я хотела, чтобы биородители мне помогли юридически получить свои деньги, который присвоила компания Kinderly. Он мне отправил скриншот об оплате. То есть если я родила 31 января, 3 февраля он все, $50 тысяч перевел компании Kinderly. Вот. И только тогда я узнала, что меня обманули, что они присвоили деньги. То есть все это время они говорили, документы готовятся, денег никаких мы не получаем, а на самом деле все это время они все вовремя с китайцев, заказчиков получали, но нам эти деньги не доходили. 20 апреля нас выселяют из этого общежития, где мы сейчас живем. Мы не знаем, куда теперь идти. Мы хотим от первого лица услышать, что происходит, куда нам бежать, у кого просить помощи, к чему стремиться. Вообще нет никакой конкретики. Вот выставят меня с чемоданом на улицу, куда я с ней пойду? На автовокзал ночевать, потому что он тут рядом, да? Или в какую-то шиномонтажку, потому что она тоже тут рядом. Я чувствую полное опустошение. Я не знаю, что дальше делать. Ночами я не могу спать. У меня вот панические атаки, глаз дергается, руки трясутся от нервов. Когда думаю о своем ребенке, который там, он каждый вечер звонит и говорит: мама, приезжай. Я не могу уехать, потому что у меня даже нет денег купить билет назад. Я не могу вернуться к себе на родину. То есть я использована, у меня там нету ни родителей, ни друзей. Здесь тем более. Сын с кем он?
Он в интернате живет. Он живет в специальном учреждении, куда туда тоже нужно платить деньги. Я за полгода ничего не платила. Я до сих пор сижу, жду денег, когда оплатят. Я хожу по полициям, прокуратурам, МВД, посольствам с 19 марта. Вот. И только после выхода статьи 3, по-моему, числа завалились 7 мужиков в хостел. Стали требовать с нас паспорт. В общем, у нас сначала было такое недоверие, и мы не шли с ними на контакт. Потом они завели одну девочку из нас в столовую, начали ей объяснять, что они хотят нам помочь, что до них вот дошла такая ситуация. Об этом они узнали только из СМИ. И на следующий день нас начали вызывать на допросы. Очень тяжело остаться в чужой стране, одной с ребенком на руках, без какой-либо помощи. Я понимаю, что даже родственники из России мне ничем не могут помочь. Чисто физически, медицинской помощи никто ни о чем не говорит. То есть у многих девочек были кровотечения, еще что-то. А одной девушке удалили матку, причем без ее согласия. У нее началось загноение, она ходила, жаловалась на температуру. Пришла на осмотр, ее подняли в отделение операционное на чистку, ее вырубили и удалили ей матку. Ну, то есть, а мы со своими там кровотечениями сидите, истекайте, пофиг им. В течение вот целый год они меня просто использовали, эксплуатировали меня, мое тело, оставили ни с чем на улице жить на вокзале с маленьким ребенком. Я сейчас не знаю, как мне уехать, что дальше делать и куда обращаться. Я беспомощна и не осталось сил бороться. Просим помощи у правительства, у всех органов, которые, пожалуйста, помогите нам, не оставляйте нас вот так. Ведь в Грузии же это законно. Почему в такое время мы попали вот в такое рабство? Почему нас просто вот эксплуатировали и оставили на улице, и никто не наказан? სისტემა და მოვლენები ტურბულენტურია გლობალურად. ტრამპის ტარიფების ომის შედეგად ეკონომიკური პროგნოზები და სავაჭრო ტრენდები დრამატულად იცვლება. ტრამპის ტარიფების პოლიტიკა ევროპაშიც მნიშვნელოვან რყევებს იწვევს და შედეგად ქმედებებსაც. რამდენიმე დღის წინ იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. პრეზიდენტ ტრამპის მიერ ევროკავშირზე ტარიფების დაწესების შემდეგ ის პირველი ევროპელი ლიდერია, რომელიც ამერიკის დედაქალაქს სტუმრობს. ია მეორმიშვილი ვაშინგტონიდან ამ შეხვედრის აქცენტებით. გამარჯობა, მე ია მეორმიშვილი ვარ. დღეს არის 17 აპრილი, საღამოს 7:30 ვაშინგტონის დროით. ძალიან კარგი ამინდია დღეს ვაშინგტონში და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა თეთრ სახლში და მინდოდა რამდენიმე წუთის განმავლობაში ამ შეხვედრაზე რამდენიმე სიტყვა მეთქვა. უბრალოდ გამომეცა ის რა მოხდა ამ შეხვედრაზე. ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი და ეს არის პირველი ევროპელი ლიდერის ვიზიტი ვაშინგტონში მას შემდეგ, რაც ამერიკამ ტარიფები დაუწესა ევროკავშირს და მათ შორის ყველა ქვეყანას მსოფლიოს მასშტაბით ეს არის 10%-იანი ტარიფი, თუმცა ევროკავშირის ქვეყნებს ზოგიერთს მათ შორის უფრო მეტი ვიდრე 10%.
პრეზიდენტმა ტრამპმა საერთო პრესკონფერენციის დროს ფაქტობრივად გამხსნელი სიტყვა თავად არ თქვა და სიტყვა გადასცა პრემიერ მელონის პირდაპირ და მან ძალიან საინტერესოდ დაიწყო ეს სიტყვით გამოსვლა, ახსენა რამდენიმე საერთო ბრძოლა, რომელიც იტალიას აქვს შეერთებულ შტატებთან ერთად. და მან დაიწყო ეს ვოუკიზმის წინააღმდეგ ბრძოლით, რომ შეერთებული შტატები და იტალია ერთობლივად ებრძვიან იმას, რაც იდენტობას ართმევს ამ ორ ქვეყანას. მან ასევე ისაუბრა იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არაკანონიერი მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა, რასაც ორივე ქვეყანა აკეთებს, ასევე ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა და ამაში მან განსაკუთრებით გამოყო ფენტანილი და ისაუბრა იმაზე, რაც მოსალოდნელი იყო იმ მხრივ, რომ პრეზიდენტ ტრამპის სურვილებიდან თუ პოლიტიკიდან გამომდინარე ვიცით, რას ითხოვს ის სხვა ქვეყნებისგან. მან თქვა, რომ იტალია აპირებს გაზარდოს საკუთარი გათხევადებული გაზის იმპორტი იტალიაში და მან ასევე თქვა, რომ მომდევნო წლის განმავლობაში იტალია 10 მილიარდი დოლარის ინვესტიციის ჩადებას აპირებს შეერთებულ შტატებში. ძალიან მნიშვნელოვანი და ესე დასამახსოვრებელი ციტატა, რომელიც მან წარმოთქვა, იყო ის, რომ მას მიაჩნია, რომ დასავლეთი არ არის რაღაცა გეოგრაფიული მდებარეობა, ეს უფრო არის ცივილიზაცია და მას სურს, რომ დასავლეთი გახდეს დიდებული ის. For me is to make the West great again. Okay, and I think თარგმანში ეს ნიშნავს თუ მიესადაგება იმას, რასაც პრეზიდენტი ტრამპი მოძრაობას, რომელსაც პრეზიდენტმა ტრამპმა ჩაუყარა საფუძველი, რაც არის Make America Great Again, ანუ გახადი ამერიკა დიდებული ისევ. და ეს მელონი მას მიუსადაგა ეს ზოგადად დასავლეთს, რომ დასავლეთი უნდა გახდეს დიდებული ისევ. მან აღნიშნა ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები არსებობს, ოკეანის ორივე მხარეს ურთიერთობები მაინც გრძელდება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საუბარი გაიმართოს ამ პრობლემებზე და სწორედ ამისთვის არის ის ჩამოსული ვაშინგტონში და ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი აზრით იყო ის, რომ მან ეს რამდენიმე წუთიანი სიტყვა საბოლოო ჯამში დახურა იმით, რომ ბოლოს უკრაინაზე ვიტყვი და ამით დავასრულებო და თქვა ასეთი რაღაცა, რომ ერთად ჩვენ ვიბრძოდით ერთად ჩვენ ვიბრძვით უკრაინის თავისუფლებისთვის და ერთად ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად უკრაინაში და ამ დროს მან პრეზიდენტ ტრამპს სახელით მიმართა და თქვა, რომ დონალდ ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს ძალისხმევას ამ მიმართულებით და ამ დროს პრეზიდენტი ტრამპი ჩაერთო საუბარში და თქვა, რომ მის ძალისხმევას არ აკლებს იმას, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა იქნას მიღწეული და რომ ძალიან მალე სავარაუდოდ ამ კვირის განმავლობაში თეთრი სახლი რუსეთისგან ელოდება რაღაცა სახის გზავნილებს, უნდა დავალოდოთ და ვნახოთ რა არის ეს გზავნილები. ჟურნალისტების მხრიდან იქნა დასმული შეკითხვა იმაზე, თუ რას ფიქრობს პრეზიდენტი ტრამპი დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მიერ ინიცირებულ ამ ინიციატივაზე, რომელიც შეეხება უკრაინაში რაღაცა ფორმის სამშვიდობო თუ შემაკავებელი სამშვიდობო ასეთი ფორმით იქნა ფორმულირებული საბოლოო ჯამში შეკითხვა ჟურნალისტის მიერ, რას ფიქრობს ის ამ სამშვიდობო ძალის გაგზავნაზე და მან თქვა, რომ სამშვიდობო მისიების მიმართ ის ყოველთვის დადებითად არის განწყობილი. რას ნიშნავს ეს, ასევე არ ვიცით, უნდა დავალოდოთ და ვნახოთ, თუმცა ესეთი გზავნილი ძალიან პოზიტიური იყო ამაზე. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინასთან წიაღისეულთან დაკავშირებით თუ მინერალებთან დაკავშირებით შეთანხმება უკვე თითქმის მიღწეულია და მასზე შეთანხმება ხელის მოწერა მოხდება მომდევნო ხუთშაბათს, თუმცა ეს ჯერ უცნობია, როგორი ფორმით მოხდება ამ შეთანხმების გაფორმება, ექნება ეს ზელენსკის მორიგი ვიზიტი ვაშინგტონში და ტრამპთან შეხვედრა, თუ რაღაცა სხვა ფორმა იქნება ამისთვის მოძებნილი, ასე რომ უნდა დავალოდოთ და ამასაც ვნახოთ, მაგრამ სავარაუდოდ მომდევნო ხუთშაბათი არის ამისთვის შერჩეული. ასევე იყო რამდენიმე თუ ორი შეკითხვა ჟურნალისტებისგან იმასთან დაკავშირებით, მიიჩნევს თუ არა ტრამპი თუ რა დამოკიდებულება აქვს ტრამპს პერსონალურად ზელენსკის მიმართ და მან საკმაოდ გამოკვეთილად თქვა, რომ ზელენსკის მიმართ თუ ზელენსკის დიდი ფანი არ არის, ეს არის ციტატა, თუმცა ის არ ადანაშაულებს ზელენსკის ომის დაწყებაში. I don't hold Zelensky responsible, but
I'm not exactly thrilled with the fact that ეს ძალიან მნიშვნელოვანია მხრივ რომ სულ რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა რომ ის სწორედ ზელენსკის ადანაშაულებდა ომის დაწყებაში, მაგრამ ამ პრესკონფერენციის განმავლობაში მან თქვა რომ ის არ ადანაშაულებს ზელენსკის და ერთადერთ ადამიანს ვისაც ადანაშაულებს ეს არის ადამიანი რომელიც მის სკამში მანამდე იჯდა, ანუ ჯო ბაიდენს საბოლოო ჯამში. ის ამბობს რომ ასევე ზელენსკისთან თუ უკრაინასთან დაკავშირებით მან თქვა ასეთი რამ რომ არ ვარ ძალიან ბედნიერი იმასთან დაკავშირებით რაც ხდება ახლა თუ როგორც მოხდა ეს, თუმცა არ ვარ ბედნიერი არავისთან დაკავშირებით ვინც არის ამაში ჩართული, ამაში სავარაუდოდ რუსეთს გულისხმობდა, თუმცა მას ეს არ დაუკონკრეტებია და არ უთქვამს რომ რუსეთზე იყო აქ საუბარი. ძალიან გამოკვეთილი იყო ის რომ თუ არ ვცდები ორჯერ შეიძლება მეჯერაც მან თქვა რომ ის ზელენსკის არ ადანაშაულებს, თუმცა არ არის მისი დიდი ფანი, რაც ალბათ შესაძლოა გასაკვირი არ არის გამომდინარე მისი პირველი საპრეზიდენტო ვადის შემდეგ ეს ძალიან ცხადი იყო რომ ზელენსკის მთავრობის მიმართ პრეზიდენტ ტრამპს რაღაცა ისეთი ძალიან პოზიტიური დამოკიდებულება არ ჰქონდა. ასე რომ უნდა დაველოდოთ საბოლოო ჯამში სამწუხაროდ ეს არის რაღაცა ტერმინი რომელსაც ჟურნალისტები ძალიან ხშირად ამბობენ ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, უნდა დაველოდოთ და ვნახოთ რა მოხდება. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და დანარჩენი მოგვიანებით. ქრისტიანული სამყარო 20 აპრილს აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს. ეს იშვიათი შემთხვევაა, როდესაც დღესასწაული სხვადასხვა კონფესიაში ერთსა და იმავე დღესაა. ეს ძალიან მკაფიოდ არის გამოხატული სამცხე-ჯავახეთში, რომელიც მულტირელიგიური რეგიონია, გიყვებით კვერცხის წითლად შეღებვის რიტუალზე მესხური ტრადიციის თანახმად. გამარჯობათ, მობრძანდით. როგორ ბრძანდებით? ძალიან კარგად, თქვენ ხო კარგად ხართ? მადლობა. აღდგომოთ ეს არის პირველი ტრადიცია იმის გემო, რომ კვერცხი შეღებილი, ეს არის იესო ქრისტეს სიცოცხლის ხელახალი აღდგომა. მესამე დღეს რო აღდგა, ეს არის სიმბოლო. თან მისი ჯვარცმისა და მისი სისხლის დაყვრისა წითელი ნიშნავს მაგას და თან ეს მერე კვერცხი არის ახალი სიცოცხლის დასაწყისი. ეხლა სააღდგომოდ ვაცხობთ ქადებს, ვაცხობთ პურს, თითიანებს ვეძახით მაგას და ვღებავთ კვერცხს და ვაცხობთ კიდე ტკბილეულს, ნამცხრევსაც ვაცხობთ და ყველაფერს. და ჩვენი ტრადიცია არის უფრო მეტად ხაში. აი ეს შევდგა. მე ოღონდ ფურნეში მოხარშული არის ძალიან გემრიელი. მაგის გარეშე აღდგომა მართლა არ გაგვიტარებია ჩვენ. ბავშვობაში თავიდან მე მაგალითად არ ვიცოდი ჯერ ცოტა მე აკრძალული იყო ეს კომუნისტების დროს შედარებით ხო რომ კვერცხსაც კი ვერ დავკრავდით რა აი ეს ცენტრში იდგა ხოლმე ვიღაც ეს ადამიანი რატო იყო აკრძალული ეგეც არ ვიცი რა აღდგომა რატო არ სამდათ არ ვიცი მოდი წილი ვყაროთ აი რა თუ გამოიცანი გააღებ თუ არ გამოიცან და ვერ გააღებ სახელწოდება ირმისა, იმიტომ ეწოდებოდა თურმე რომ აი დიდმა ეხლა ხო არის ზუსტად დიდმარხვის პერიოდია 40 დღე მარხვა ჰქონდათ ოჯახებში ყველას არც კვირა დღე და არც არანაირი დღეს თურმე არ ეხავდნენ მარხვას ჩვენი მოხუცები და იმათაც თავიანთი წინაპრებისგან მოცემით იცოდნენ მოდიოდა თურმე ირემი და ამ მარხვას მართლა მკაცრად იცავდნენ
და წვებოდა აქ ეზოში, წირვა რო დამთავრდებოდა, გადიოდნენ, ირემი მოსული იყო, დაიკლებოდა ეს ირემი და განაწილდებოდა მრევლზე ხორცი და იყო მარხვა ხსნილი. ხო და ერთხელ აუგვიანებია ირემს მოსვლა და რო გასულა წირვა დამთავრებულა და მოსვლა დაღლილი ირემი რო დაუკლია, თანამ ხელი გამოჩნდეს, რომ დაუწყევლია. დაუწყევლია და დანგრეულა ეს ეკლესია. აღდომა როგორ არ უნდა იწამო ამაზე ბედნიერი დღე მე მგონი მთელ წელში არ არსებობს ეს არის ყველაზე უბედნიერესი დღე ქრისტეს ჯეშობა და მერე აღდგომა სათვალე დასრულებულია, შევხვდებით ერთ კვირაში. დროებით. ხელოვნური ინტელექტი შენმოქმედებაში. ტექსტი, ვიდეო, ფოტო, აუდიო. ერთი მოდულის ღირებულება მხოლოდ 19 ლარი. ჩვენ შევქმნით AI audience-ერი, ჩვენ შევქმნით AI news-ი, ჩვენ შევქმნით გაიდი online მედიის AI-ია და ახლა ჩვენ შევქმნით კურსი თქვენთვის. ხელოვნური ინტელექტის შენმოქმედება. ეს ხმაც ჩვენ შევქმნით ხელოვნური ინტელექტით. ეს გამოსახულებაც და ახლა შეგვიძლია გასწავლოთ შენც. ტექსტის, ფოტოს, ვიდეოს, აუდიოს შენმოქმედება. სერტიფიცირებული კურსი ნათია კუპრაშვილთან, ნინა ხელაძესთან და JRC-ის გუნდთან ერთად. ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. ნუ აიძულებთ ბავშვებს ისუნთქონ თქვენი კვამლი. მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის.